გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. დღეს 30 ნოემბერია. მოკლედ დიდი ქართველი წმინდანის, დიდმოწამის ყველის ციხის გამგებლის გობრონის გმირობა, რომელიც ასე არის შესული როგორც რელიგიურ საკითხებში, ასევე ისტორიაში, საქართველოს ძველ ისტორიაში. ეს არის აბულ-კასიმის ლაშქრობის დროს ყველის ციხის გამგებლის, გობრონის და მისი თანამებრძოლების წამების დღე. აღინიშნება ახალგაქრისტიანებული იყო საქართველო. ახალი ალბათ ამ გადასახედიდან ჩანს, მაგრამ იყო დაახლოებით 400 წლის გაქრისტიანებული საქართველო და პირველი რელიგიური ომები, რომელიც დაიწყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის და მართლმადიდებელი ქართველი ერის მიმართ, ზუსტად დაიწყეს არაბებმა მურმანყრუს თამადობით 735 წელს. მაშინ სამი დიდმოწამე გვყავდა და მეოთხე დიდმოწამე დავით კონსტანტინე და კონსტანტინე მეფე და მეოთხე დიდმოწამე იყო გობრონი, როგორც ოფიციალურად უშუალოდ არაბეთის ხალიფატის უკანასკნელი ლაშქრობა იყო საქართველოში. მის მერე არაბეთის ხალიფატი დაეცა, მაგრამ არაბებს სხვადასხვა კოალიციურ ჯარებში არ შეუწყვეტიათ საქართველოს წინააღმდეგ რელიგიური და დამპყრობლური ომი. და იყო ეს მძიმე მომენტი დაუდგა ჩვენ ქვეყანას მაშინაც აბულ-კასიმის ლაშქრობის პერიოდში, როდესაც ხელახლა შემოიჭრა საქართველოს დასამორჩილებლად, ხელახლა გასამაჰმადიანებლად და თმოგვის ციხეს მიადგა პირველი, მაგრამ ვერ აიღო თმოგვის ციხე და შემდეგ ყველის ციხეს შემოერტყა ალყა, სადაც ჩათვალეს არაბებმა, რომ მიუხედავად დიდი დანაკარგისა შესაძლებელი იქნებოდა ყველის ციხის აღება და ხანგრძლივი დაახლოებით ერთთვიანი ალყის და შტურმის შემდეგ აიღეს, გამოიყვანეს გობრონი, მეომარი კაცი, ვაჟკაცი კაცი, თავის 124 გვარცდები თანამებრძოლთან ერთად და მოსთხოვეს, რომ ესეთი ვაჟკაცი, ესეთი სამხედრო საქმის ესეთი უბადლო მცოდნე ჩამდგარიყო არაბული ხალიფატის სამსახურში და მიიღო ისლამი, რაც კატეგორიული უარი განუცხადა. რის შემდეგაც აწამეს, სასტიკად აწამეს და თავის მეომრებთან ერთად ბოლოს თავი მოკვეთეს. ეს ისე გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, საიდან მოვდივართ, მტერი ვინ გვყავდა, მოყვარე ვინ გვყავდა, როგორ ეწირებოდნენ ჩვენი სამშობლოს დაცვას ჩვენი წინაპრები და ვისი სისხლით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე. ძალიან ცუდია, რომ თანამედროვეობაში საქართველოს ისტორია და ყველაფერი ქართული ნიველირებული არის სამწუხაროდ მიდგას ეს რთული დრო. საერთოდ 5 დიდმოწამე გვყავს, 5-დან 4 არაბების ხელით არის შესრულებული და მეხუთე არის ქეთევან დედოფალი, ეს უკვე შაჰ-აბასის წყალებში წყალობით წამებული ქართველი ქალი, ქართველი დედოფალი, რომელიც ვერანაირად ვერ გატეხეს და ვერაფერი ვერც რჯული შეაცვლევიეს და ვერაფერზე დაითანხმეს. ვიცოდეთ ჩვენი ისტორია და ვიცოდეთ ის თუ რა ხდებოდა, თუ არა ერი რომელიც თავის ისტორიას ივიწყებს, იმას მომავალი არ გააჩნია. ახლა დღეს მინდა გესაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ
დამპალი ხელისუფლების თავში ამათ დამპალ ტვინებში რა იხარშება ანუ ის რას გეგმავენ ისინი ამ პროტესტების წინააღმდეგ როგორი ტაქტიკით და სტრატეგიით მოქმედებენ მანამდე მინდა გითხრათ რომ ჩვენმა გაერთიანებამ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ გამოაცხადა სოლიდარულობა ყველას მიმართ ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით აქციას გამართავს არ აქვს მნიშვნელობა ну ახლა თუ არ იქნებიან ის საქართველოს გენოციდში მონაწილე ხალხი და ახლა იმათ რო გვაჯერებენ თავს მურმანყრუზე და აბულკასიმზე და ბუღათურქზე უარესი რო აქვს ქართველი ერისთვის ნაკეთები ლელო იქნება თუ ნაცები იქნებიან არ აქვს მნიშვნელობა ეს დამპალი ხალხი რომელსაც ჯიჯგნა ეს ქვეყანა აი ეს დანარჩენი ვინც თulis თავს ეროვნულ ფლანგზე მყოფ პარტიებად ну პარტიები იქნება თუ მოძრაობა იქნება არ აქვს მნიშვნელობა ამიტომ დღეს პარალელურად მე მგონი ახლაც მიმდინარეობს აქცია პატრიოტთა ალიანსის აქცია უშინ ჩვენმა წევრებმა გამოაცხადეს ვიდეო მეც ჩემს გვერდზე მქონდა დადებული გაიზიარე ალბათ ნახეთ YouTube-ის ახსეც მქონდა აქაც მქონდა ყველას მოგიწოდეთ და აგერ პატრიოტთა ალიანსის ხალხმა დადეს თავის გვერდზე გამოაცხადეს სოლიდარობა ამ საკითხთან დაკავშირებით და კი ბატონო უერთდებით ყველას ვინც ამ არაბული ექსპანსიის წინააღმდეგ არის ყველა ბრძოლაში და მიგვაჩნია შეიქმნას ერთიანი ეროვნული პლატფორმა რომელიც ქართული მიწის დაცვის ღერძი იქნება და მოახდენს როგორც ძალის მობილიზებას, დაგეგმავს სამოქმედო გეგმას, მე არ ვამბობ, რომ ვინმეს პარტიაში შევიდეს და ვინმეს პარტიიდან გამოვიდეს და მსგავს რაღაცები. ეგ არაა ჩვენ ინტერესებში, ეს არის ვისაც აქვს ბრძოლის სურვილი, ყველა გაერთიანდეს და იქნას ერთმუშტად შეკრული ქართველი ერის დაორგანიზება მოხდეს და ამ საკითხის გადაწყვეტა მოხდეს. ამიტომ ძალიან კარგი. ხლა სანამდე დავიწყებდე ის რაც აქვს ხელისუფლებას ჩაფიქრებული და ამათ ავადმყოფ ტვინებს რაც აქვს ჩაფიქრებული ამ ღალატის გასამართლებლად მანამდე მინდა აი გულსაწყვეტი არის აი პირდაპირ გითხრათ რომ გულსაწყვეტი არის ეს ორი დღეა რა ამბავიც იქნა ატეხილი სასულიერო პირების მხრიდან და მე თქვენ პასუხს არ გცემთ ისე რომ იცოდეთ არა მაქვს სურვილი პასუხი გაგცეთ გაგეცით მე თქვენ ერთხელ პასუხი არ ვიცი ახლა მე პასუხზე პასუხი ჩაწერეთ მე ახლა ასე გიპასუხოთ არ მიმაჩნია სწორად დავწერე წერილი ვისაც გაინტერესებთ წაიკითხეთ ვისაც გაინტერესებთ არ გაინტერესებთ ეგ თქვენი საქმე არის წერეთ ილაპარაკეთ მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რაღაცა რომ ძალიან ცუდი არის როდესაც მიზნობრივი ჯგუფები რომლებიც სამშობლოს ირგვლივ ერთიანდებიან ამ დროს ქვეყანაში სადაც 2000 მღვდელია 1000 ბერია და 500 მონაზონია ანუ სასულიერო პირებიდან ორი ადამიანი გამოხვალთ და დაგვიწყებთ ლანძღვას და არ ვიცი რა ქვია ამას ქრისტიანობის დაწუნებას წვენის დაწუნებას იმასთან დაკავშირებით რომ თურმე რას ქვია გავბედეთ ჩვენ და მივედით საპატრიარქოსთან იმის გამო რომ სინოდმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს რომ ქართული მიწის გაყიდვა არ შეიძლება ის რაც აქვს პატრიარქს ნათქვამი და ის რაც ხდება და ჩაერთონ ოფიციალურად ჩაერთოს საპატრიარქო ამ ყველაფერში არ ვიცი მაშინ ვინ ხედავს პრობლემას რატო ხედავს თუ თქვენ მართლა რელიგიური მიზნები გამოძრავებთ არ ვიცი ახლა იქაც იყო სასულიერო პირი მოსული აქციაზე და თავისი შეკრებაზე არ მინდა აქციაც დავარქვა ამ ყველაფერს თავისი პოზიცია დააფიქსირა თქვენ შეგეძლოთ მობრძანებულიყავით იქაც მობრძანებულიყავით გაყიდული საქართველოს გამოფენაზეც მობრძანებულიყავით და გამოცდილ ხელს ქართველები ყველა ერთად გავერთიანდეთ ამაზე ჭკუის სწავლების ნაცვლად თბილად ჩავხუტებოდით და რა ვიცი ნუ არ გაგეთეთ თქვენი საქმე არის კაცო ახლა
იქ დანარჩენზე რაც ლაპარაკით არ მაინტერესებს, ახლა არ მიმაჩნია სწორად, მე იტყვიან, რომ აი ერმილემ დაიწყო, ეს დაიწყო, ის დაიწყო. კარგად ვიცი, საიდანაც ქრის ეს სიო, როგორც ქრის და მე მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი. მერთმა შეგინდოთ, მერთმა მარხვის პერიოდი არის, ხო? მერთმა შეგინდოთ, მერთმა რაც გიდევთ გულში, თუ კი სიკეთე გაქვთ სამშობლოსთვის ჩაფიქრებული და ამას მართლა სამშობლოსთვის აკეთებთ და მართლა რწმენისთვის აკეთებთ, აი კიდე გავიგებ ამ ყველაფერს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის ნაბიჯს რა შედეგი მოყვება, ყველა მიფიქრეთ. ამ რთულ პერიოდში ნამდვილად გეთანხმები ზურა ურთულესი პერიოდი არის, ურთულესი იქნება ამხელა ფულის, ამხელა ურდოს მოშორება აქედან ამდენი მოღალატის ხელში და ახლა ერთმანეთის ჭამის დრო და ერთმანეთზე მიზეზების და გაერთიანება თუ ვინმეს არ უნდა პირდაპირ გამოვიდეს და თქვას და მიზეზ დოსმარილი აკლიაო. არა, სწორი, სულელი არავინ არა. რაც არ უნდა სულელად მიიჩნიოთ ხალხი. მით უმეტეს აი რა გითხრათ, იცი ახლა მე ჩემი ადამიანური დამოკიდებულება დავაფიქსირე ყველას მიმართებაში. განსაკუთრებით მინდა იმედია ეს არ იქნება საწყენ განსაკუთრებით რატოთაც ვამბობ. მოდელი სპირიდონის მიმართ მაქვს რაღაცნაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება ალბათ გამოწვეული არის ზუსტად მისი გვარიშვილობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ყავს უახლოესი ადამიანები ამ გვარიშვილით და უზვირფასესი ხალხი აქედან და რაღაცნაირად ამ გვარის ხალხიდან კაისმეტი არაფერი არ მახსოვს და ალბათ ეს და ალბათ ისიც რომ თავისი აღნაგობით, ჰაბიტუსით, იმერული კილოკავით რაღაცნაირად ეს ერთი დედულეთს მახსენებს, ასე რომ ვთქვათ და მე და მეორე აი ფილმი ახსენეთ თქვენს მიმართვაში რაღაცა იქო აგულიო და აგინეო ყველასო და მე თქვენ მახსენებთ თუდად არ გავმიგოთ. დადებითად მინდა ვთქვა, მე თქვენ მახსენებთ აი იმ პერსონაჟს ქართული კინოდან შერეკილებში რო უხდელი არის. ძალიან საყვარელი კაცი არის, თან იქაური არის თქვენ ტყიბულის რაიონის ამბებია ძირითადად გადაღებული. ერთაოზი, ბრეხმაძე, ძუყდურიდან და ასე შემდეგ და აი ის მომენტი მახსოვს. ხო გეუბნებოდით, არსებობს იქ ქვეყანაო, ვინ ყოფილა გამოტვინებული, მე თუ თქვენო, დამის ერთი რავარია იქაური ღვინო. აი იმ პერსონაჟს მახსენებს თქვენი თავი და რაღაცნაირად აი რა ვიცი, ალბათ გაბრაზებაც რომ მინდოდეს რაღაცაზე ვერც ბრაზდები ადამიანურად გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ აი არა ეხა ამაზე სასაუბრო და ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და გასაგებია პოლიტიკა და ამბობთ რომ თქვენი აზრი და თქვენი შეფასება გაქვთ, ეს თქვენი დამოკიდებულება არის, ჩემი თანამებრძოლების სიბრძნის მიმართ კი ბატონო, მაგრამ ის რაღაცას ნუ დაგვაბრალებთ, რომ რა ვიცი, ვითომ რამის ქრისტეს ჯულს უღალატეთ და რაღაცა ის რაღაცები ჩავიდინეთ და ნუ გაგვირცელებთ რაღაც ისეთ ამბებს, რომ ცილის წამება უბრალოდ რომ არის პატრიარქს აგინა და მსგავსი რაღაცები, რაც ზოგადად ხდება რა. და სხვათა შორის არც დანარჩენების მიმართ არ მინდა ერთი ეს თქვენმა აქ გულმხურმალე გამომწერი მყავს ერთი თქვენი ქალბატონი ხათუნა და ხა ვიცი ხან კაის მიწერს, ხან გლახას მიწერს. ახლა ეს ჩამიგდო სადაც სპირიდონის პასუხი არის და აი თქვენს წევრს დავითს დაუდევს რომ ესო პასუხიო ერმილესო ჭხილებში ჩაუსვამს დეგოლსო ესე შემდეგო და კაი კაცი ხარ დათო შენ, აი კაი კაცი ხარ შენ, გაგიმარჯოს ღმერთმა, კაი კაც შემადარე. დეგოლი პოლიტიკის ეტალონია ჩემთვის და გასაგებია ხა კინობით ფორმაში თქვი, მაგრამ შემაძლებიოს იმდენი რაც დეგოლმა საფრანგეთისთვის გააკეთა, იმის 1% გამაკეთებია ჩემი ქვეყნისთვის უბედნიერესი ვიქნები.
რა ვიცი, თუ დაფიქრდებით და თუ ერთობისკენ და თუ ერთმანეთის გვერდის დგომისკენ წამოხვალთ, ქვეყანას წაადგება ეს და ერთს წაადგება და რა ვიცი, შრომელი კაცი ხარ, ხანდახან შემხედრია შენი ვიდეოები, ხან ვაზს ყლავ, ხან მიწასული, მიწის ფასი იცი, ყველაფერი, შრომის ფასი იცი, ჯარშიც გიმსახურია, როგორც ვიცი და იუმორიც გაგაჩნია და დაფიქრდი. არ ვარ ჩვენ სამშობლოს და სარწმუნოების მტრები და არც დანარჩენი ქართველობა და საერთოდ თელმა ერმა უნდა დაიყაროს თავი და ყველანაირი ძალისხმევა იქნება ჩადებული იმაში, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობა არ შედგეს, ერთობა არ გამოვიდეს, იქნას დაცალცალკავებული, აი მე გეტყვით, რა სტრატეგიით იმოქმედებს ხელისუფლება. ხელისუფლება იმოქმედებს უშიშროება კონკრეტულად და სხვა შორის ძალიან კარგად უნდა იცოდეთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენს ერთ-ერთ დამფუძნებელს ნათლი მირონი აკავშირებს დღევანდელი უშიშროების მინისტრთან და ახლო ურთიერთობები წარსულში და უფრო უკეთესად ეცოდინება ესე ხო არა ეს დასაბალი ახლა. ყველა მიცის ისედაც მურგოშიაზე მაქვს ლაპარაკი, ნათლი მირონი არის აი ამის რა ქვია და ადვოკატი იყო დღევანდელი უფროსის მდინარაძის და რა ვიცი უფრო უკეთესად მოაწვდის ნათლი მამას ალბათ ინფორმაციას თუ რა ბოროტებას გეგმავს ხელისუფლება. მე მინდა გითხრათ რომ აი ხელისუფლების დროში გამოცდილი სტრატეგია რა არის და ხელისუფლების მთავარი სამიზნე რა არის. ხელისუფლების ახლა მთავარი მიზანი არის და სტრატეგია არის როგორც ხელისუფლება იმოქმედა საყდრისთან მიმართებაში, პირველ რიგში რომ ვთქვათ, რომ ჯერ კოჰაბიტაციის მიმართებაში როგორც იმოქმედეს, საყდრისის ამბავში როგორც იმოქმედეს დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით და როგორც იმოქმედეს ნამოხვანის საკითხთან დაკავშირებით. ეს ხდება შემდეგნაირად. როდესაც არის საერთო სახალხო პროტესტი და ეროვნული პროტესტი ხდება უშიშროების მიერ რაღაცა კონკრეტული ჯგუფების შერჩევა ამ გამპროტესტებელი ჯგუფებიდან, ესე მოხდა ნამოხვანზე, ესე მოხდა საყდრისზე, ასე მოხდა მაშინ დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით და ასე მოხდა კოჰაბიტაციის პერიოდშიც. გამოჩნდება ეს ჯგუფები, აი როგორც იყო, აი შორს რო არ წავიდეთ, აი როგორც იყო ვარლამიკო, ხო? აი ვარლამიკო როგორც იყო. გამოჩნდება ეს ჯგუფი, შეიძლება საღაციდან მოულოდნელი მზეჭაბუკი გამოჩნდეს, რომელიც აპროტესტებს ამ ყველაფერს, მერე დანარჩენი ადამიანის სიტყვას ფასი ეკარგება, ამ ერთი ჯგუფის ირგვლივ ხდება ხალხის დაჯგუფება, იქნება ისეთი ილუზია, რომ თითქოს და ამ ერთმა პიროვნებამ და მათ გვერდით 2-3, რა ვიცი, რაღაც პირთა ჯგუფმა შეძლეს ეს პროტესტების შექმნა და გაგახსენებთ, რომ თურმე როგორ ეძინა აი ესეთი ილუზია, რომ თურმე გაგცემთ ახლა შემოკარგებო პასუხს, აი ეს პირთა ჯგუფი გამოიკვეთოს, რომელი პირთა ჯგუფსაც ექნება შემდეგ კონკრეტული დავალებები, ანუ იმიტომ რომ უმართავი ქაოსი ამათ არ ჭირდებათ, ამათ ჭირდებათ მართვადი ქაოსი. მერე წავა თვითონ პროტესტით აღჭურვილი ჯგუფების მიმართ, ერთმანეთის მიმართ გადაკიდება, ერთმანეთისთვის ცილის წამების დაწამება, ერთმანეთის დაპირისპირების შექმნა, პროვოკაციული ადამიანები ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფიდან, წავა პროტესტის ნელ-ნელა, ასე რომ ვთქვათ, გამარგინალიზირება და გამარგინალიზირებული პროცესის შემდეგ უკვე როდესაც ჯერად აღარანაირი პროტესტი აღარ არსებობს, ხელისუფლება აკეთებს თავის საქმეს. ასე გააკეთეს კოჰაბიტაციის დროს, ასე გააკეთეს საყდრისის დროს, ასე გააკეთეს იმას რა ქვია დავითგარეჯის დროს და სხვათა შორის ნამუხვანის საკითხს ტყვილა საუბრობთ თქვენ რომ ეს მოგვარებული თემაა და გასულია, იქედან უბრალოდ კომპანია გავიდა თუ არა არანაირი მშენებლობის ლიცენზია არ გაუქმებულა, რო იცოდეთ და კრება რჩება მხიარული. აი ეს სტრატეგია აქვთ არჩეული. ამიტომ ყველა იმ ქართველს, ვისთვისაც ძვირფასი არის
ქართული მიწა. აი კატეგორიულად მოგიწოდეთ, აი მე პირადად ვაცხადებ მორატორიუმს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროტესტს რეალურად უერთდება. არა ახლა აქ დასაკარგი ჯარისკაცი არ აქვს. თუ ჩვენთვის სამშობლო არის და რამე ფასი გააჩნია ჩვენ სამშობლოს და რამე ფასი გააჩნია ჩვენ მიწას, აქ პირად ამბიციებზე, პირად შეხედულებებზე უკვე ლაპარაკი არ არის. ლაპარაკი არ არის. ამიტომ ნებისმიერი პროვოკაცია, რომელი პროვოკაციაც იქნება მოწყობილი ამ ჯგუფების ერთმანეთთან გადაკიდებისთვის, ყველაფერი უნდა იქნას ეგრევე თავში ამოძირკული სიმსივნესავით და უარყოფილი. მოვისმინეთ და მქონდა ქალბატონო, ეხლა მე პასუხზე არ ვაპირებ პასუხის გაცემას და პირიქით სიყვარულით გავეცი პასუხი. მოვისმინეთ და რა ვიცი რა გითხრათ ეხლა არ ვაპირებ სიმართლე გითხრათ, მაგაზე ვსაუბრობ. ხო, არავინ არ იცის შემოძმაო იქ რა იქნება, როგორ იქნება, მე თვითონ მაგ პროტესტი ძალიან კარგად ვიცი, ზურა თავიდანვე ვიყავი ჩართული, ასე რომ ვთქვათ, მაგ პროცესებში, ვიცი როგორ ხდებოდა, ვიცი უშიშროება როგორ მუშაობდა, ვიცი მღრიე წყალში თევზის დაჭერა როგორ ხდებოდა. ისიც ვიცი, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ისტერიკული შიში, რომ აღნიშნული პრობლემა მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით და ჰესის აშენებასთან დაკავშირებით არ გადაზრდილიყო სხვა დიდ პრობლემებში და საერთო ჯამში არ მისულიყო ეს ყველაფერი იქამდე, რომ რეჟიმი გასამართლებულიყო, რეჟიმი შეცვლილიყო ქვეყანაში და ამიტომ წარმატებით ჩაატარეს ეს სოციალური ექსპერიმენტი და წარმატებით განახორციელეს ამ პროტესტის მართვა და მიიღეს ახლა ის, რაც მიიღეს. ლიცენზია კიდე და მშენებლობის, ესე რომ ვთქვათ, ნებართვა არ არის გაუქმებული, ჩვეულებრივად რაც იყო დაშვებული, არის დაშვებული და პროექტი ელოდება ახალ ინვესტორს, რომელიც სასამართლო დავების შემდეგ დასრულდება და მოვა და გააგრძელებს თავის საქმეს. ამაში არის საქმე, ამიტომ ვამბობ ამ ყველაფერს, რომ არ არის ახლა არანაირად არ არის ის დრო და მე გეტყვით, ვინც ახლა ამ ქიშპობებს დაიწყებს, ვინც ერთმანეთის ყველამ კარგად მოისმინეთ. აი, ყველას გეუბნებით. ხო, აი ცოტა ხალხი იყო, არ ვიცი მე სიმართლე გითხრა, რამდენი ხალხი იყო, არ მინახია, მაგრამ დიახ, ამითი დავიწყე ვაკოთ ჩემი ვიდეო ლაივი, ობრონის გმირობა, შეგეწიოთ მისი ძალადამადლი ყველას. აი აბგდ არ ვიცი ვინახარ ჯიგარო, თუ მანდილოსანი ხარ, თუ კაცი ხარ. მე მგონი კაცი ხარ, ისეთ კომენტარებს წერ. აი ეს არის კიდევ ერთხელ მაჩვენებელი იმის, რომ არ არსებობს საქართველოში არც ერთი ჯგუფი, რომელ ჯგუფსაც შეუძლია ამ პრობლემის მიმართ გამოვიდეს, დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს და ეს პრობლემა მოაგვაროს. ტყუილად ნურავის ნუ ექნება იმის განცდა. აი მოვა 7-იც. ნახავთ 7-შიც. მანამდე კიდე როგორც გავიგე, 3-ში რაღაც ჯგუფებს გონიათ კიდე პროტესტი. აუმარჯოთ ღმერთმა. მოვა 7-იც და ნახავთ 7-შიც, რომ არ იქნება იმ რაოდენობის ადამიანები შეკრებილი, რომელსაც შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური ამინდის შეცვლა. არ იქნება ეს. არ არის ქვეყანაში ისეთი გაწმილებულია და ისეთი დაქსაქსულია ქართველი ერი, ცალ-ცალკე არავის ამის გაკეთება არ შეუძლია. ამიტომ ერთადერთი რამაც შეიძლება ეს ყველაფერი გააკეთოს, შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებამ, ერთობამ შეიძლება ეს ყველაფერი შეცვალოს. დამიჯერეთ სხვა გამოსავალი, როგორც პრობლემებში ჩავარდნილ საქართველოს ისტორიულად არასდროს არ ქონია გარდა ერთობისა და ერთობით გადაწყვეტით პრობლემისა, ის დღე დგას დღესაც. არანაირი სხვა გამოსავალი აქ არ არის. ნუ, ჩემოძმაო, ერთ რაღაცას ვიტყვი, ჩემოზურაბ, რთულიც არის და მარტივიც არის. რთული არის იქედან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი ქართული ხასიათი საერთოდ რაღაც ერთობის მიმართ ცოტა რთულად დგება და მეორე ის არის, რომ ქვეყანაში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენენ უცხოეთის სპეცსამსახურების
ინტერესების გატარებას, რომელიც გსაქსავენ ამ ხალხს და რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ არსებობს ერთადერთი და უნივერსალური ელემენტი. ვისთვისაც ძვირფასია ქართული მიწა და დარწმუნებული იყავით, რომ ძალიან ბევრისთვის არის ძვირფასი ქართული მიწა. ძალიან ბევრისთვის არის ქართული მიწა, საერთოდ რო არჩევნებზე არ მისულან, აქციაზე არ გასულან, სადმე რო ხმა არა მოუღიათ და რაღაცა ისეთი ხალხი გამოვა და დადგება. აი ყველაზე მეტი საშიში ხალხი ამ ხელისუფლებისთვის და სისტემისთვის. აი ამ ხალხმა არ უნდა დაინახოს რომ ადამიანები, ვინც ამ საკითხის ირგვლივ იკრიბებიან და ამ საკითხის ირგვლივ ხვას იღებენ, რომ მათ გააჩნიათ რაიმე პოლიტიკური ან სხვა რაღაცა ამბიციები. ასეთ შემთხვევაში დადგება ერთობა, გამოვა და დადგება უამრავი ადამიანი. გაიხარე ძმაო, კაცი ხარ, ქუდი გხურავს და ღმერთმა გაგიმარჯვოს. აი სხვა ვარიანტი შეიძლება არსებობდეს რა, თუ მოვა რომელიმე ქვეყანა დაიპყრობს საქართველოს და ამ პროექტს გააუქმებს. სხვა ვარიანტი არ არსებობს. სხვა ვარიანტი არ არის. ამიტომ თავრობის ეს გამოცდილი სტრატეგია აი თქვენ ბრძანდებით ესეთი, ხო? 20 წელი აქციაზე არ ყოფილვარ და გუშინ მივედი და მივალ შვიდშიც. გაგიმარჯვოს ღმერთმა. აი ესაა მაგალითი, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტიები მე გეტყვით რატო ვერ მოგვარებთ ამ საკითხს. იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის ეროვნული საკითხი. ერის პრობლემა. ეროვნული პრობლემა. ამიტომ პოლიტიკური პარტია პოლიტიკურად ვერ მოაგვარებს ამ საკითხს. ამას ჭირდება ერის ერთობა. იმიტომ რომ პოლიტიკურ პარტიას ორ-სამ კაპიკში იყიდიან. უამრავი გაყიდვა, ვაჭრობა პოლიტიკური ინტერესებით ყოფილა საქართველოს უახლეს ისტორიაში. აი ამ 34 წლიან ჭაობში, სიბინძურეში და იმ აყროლებულ მდგომარეობაში, რომელიც ყოფილა. ამიტომ არც პოლიტიკური პარტია და არც გაყიდული ადამიანები ამას ვერ შეძლებენ. ახლა აიღეთ ეს გინდა უცნობი, რომელმაც თვითონ აღიარა მისი პირით თუ მიშასთან როგორ გარიგდა პროტესტების დროს. აიღეთ აგერ ხვინდრავა თვითონ, რომელიც 24 საათი გგდია. აიღეთ ის მანჯავიძეები, აიღეთ ის რა ქვია, ხა მრავლობითში რომ ამბობ, ან გვარს არ ვეხები, ან იმას უბრალოდ კოლექტიური გულაშვილი, მანჯავიძე, გოგავა. აი ეს ნაძირლები აიღეთ ესენი სულ ყველა. ესე ნაყიდი არიან, ჯიბეში არიან, გუდაში არიან, ესეთი ხალხი ყოველთვის იყვნენ. იმ ნამუხვანის დროსაც იყვნენ, იმ გარეჯის დროსაც იყვნენ, მაშინაც იძახდნენ ინვესტიცია საჭირო აქვს, გჭირდება კაცო, ჰესი გჭირდება, ეს გჭირდება, ის გჭირდება. მაშინაც იყვნენ, როდესაც აი აზერბაიჯანთან ურთიერთობები არ დავძაბოთ და პირიქით შვიდად წყნარად. აი კოჰაბიტაცია რო გამოცხადდა, მაშინაც იყვნენ. ხო, ახლა აბა ქვეყანას ხო არ დავანგრევთ და ყველა ქართველი ვართ და რაღაცნაირად ერი უნდა შერიგდეს. ეს ხალხი ყოველთვის იყვნენ, ყოველთვის იქნებიან და ეს ხალხი არიან უბრალოდ ხელისუფლების მიზნების გამტარებელი ხალხი, ან უბრალოდ მედროვე ხალხი, რომელსაც თავისი ეზო ქვეყანას ურჩევნია 9 ჯერ. ხო, ამიტომ აქ არის ერთადერთი გამოსავალი, ეროვნული თანხმობა, ეროვნული ერთობა. თავშივე გეუბნებით ამ ყველაფერს, აი კი ბატონო, გუშინაც 100 ადამიანი იყო მისულიო საპატრიარქოსთანო, ნუ ახლა საპატრიარქოსთან არავინ ყოფილა იქ წივილ-კივილით და გინებით და გადადექი და გადმოდექი და ესქენი და ისქენი, იყო მოთხოვნა, მეტი არ ჭირდებოდა 2 ადამიანიც რო ყოფილიყო, საჭირო იყო წესდერიგით მე თუ მკითხავს, იმიტომ რომ აი ელემენტარულს გეტყვით რა, დღეს დედაჩემს ვესაუბრებოდი რა და გარდა პირადი ამბებისა ზოგადად ქვეყნის პრობლემაზეც ვლაპარაკობთ და დედაჩემი მორწმუნე ადამიანია, რელიგიური ადამიანია, ტელევიზორს უყურებს და ძირითადად საპატრიარქოს არხს უყურებს და შვილო გული კი რამ გამისკდაო ამ რამოდენიმე დღის წინო იყო სასულიერო პირიო, რომელსაც კითხვას უსვამდენო და დაუსვესო კითხვაო მიწებთან დაკავშირებითო და რა აზრი სახართო ამ ყველაფერთან დაკავშირებითო და არ ვიციო მე ამ საკითხანო საქმის კურსში არა ვარო, გარკვეულიო არა ვარო, უბრალოდ
საქმე იმაში არის, რომ ჩვენო ყოველთვისო ტოლერანტი ხალხი ვიყავითო, მაგრამო ისეც არ უნდა ვქნათო, რომ ჩვენი ტოლერანტობაო უცხო ტომელებსო გადავაყოლოთ. ნუ რაღაცა უაზრო პასუხი, რომელი უაზრო პასუხი საერთოდ ახასიათებთ საპატრიარქოში ასეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით და ამიტომ იყო იქ შეკრებილი ხალხი, რომ ოფიციალური პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული. ხო და ეხლა ყველაფერი იყო სწორად გაკეთებული და ყველაფერი იყო ეხლა ნუ დაგვიწყებთ რაღაცა რელიგიური ფანატიზმის ენით საუბარს. იქ მყოფებს არც ჯულის კანონი ესწავლებათ და არც ქრისტიანული ცხოვრება და არც ესეთი ბიოგრაფია გააჩნიათ. კიდევ ვინმე ხინჯი მოუნახოს, აიღეთ ნებისმიერი ბატონი შალვა იყო ორგანიზატორი და აიღეთ ბატონი შალვას ბიოგრაფია და ჩახედეთ მის ბიოგრაფიას როგორ უცხოვრია და კიდათ გიაბახტაძე იყო კიდათ სხვები მე არავის ვინც იქ სიტყვა თქვენ და გამოვიდნენ არავის არაფერი არ შეშლია სამშობლოს მიმართ და ერის მიმართ და თავიანთი ცხოვრება ქვეყნის სასიკეთოდ ემსახურეს. ამიტომ ამაში არის საქმე. მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მე არ ვსაუბრობ არც ერთი პარტიის გეგმებზე, არ ვსაუბრობ ირმა არც ერთი პარტიის სტრატეგიულ მიზანზე, მიზნებზე და ესე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი პარტია იქნება. შეგნებულად არ ვლაპარაკობ ამ ყველაფერს. მე ერთი რაღაცის თქვა მინდა რა. პარტიის დაშლა, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს, არავინ არავის არ ეუბნება, რომ პარტია უნდა დაშალოს ვინმე და რაღაცა შეუერთდეს. უნდა შეიქმნას ქართული მიწის დაცვის ეროვნული. აი ვამბობ რაშიც ვხედავ გამოსავალს და რაც განცხადებულია, უნდა შეიქმნას ეროვნული პლატფორმა, ეროვნული ერთობის პლატფორმა, რომელშიც გაერთიანდება აბსოლუტურად ყველა, გარდა იმ პარტიებისა და გაერთიანებებისა, რომელსაც ერის გენოციდში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახლა ხაზარაზე რო დამიჯდეს იქ და დამიწყოს მიწის იმაზე, რა ქვია, გაყიდვაზე ლაპარაკი, აგერ გუშინ წინ გაჩვენეთ თქვენ თვითონ რამდენი მიწაა გაყიდული და ის ახლა მაგას არავინ არ ჭამს და არავინ არ ჭამს იმას, რომ ნაცმოძრაობა და ბოკერია დამიჯდეს. ახლა იქ იმაზე, რა ქვია, ღია მოღალატეები, ქვეყნის ღია მოღალატეები დაჯდნენ ქვეყნის მიწის საკითხთან დაკავშირებით. იქ უნდა დაჯდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც სამშობლოს ღალატში არ აქვს მონაწილეობა მიღებული, შეიძლება ქონდეთ პოლიტიკური განსხვავებული აზრები რაღაც საკითხებთან, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური პრობლემა, ეს არის ეროვნული პრობლემა. ორი ადამიანიც თუ უსმენს, ყველა უნდა გაერთიანდეს. თუ არავინ უსმენს, ერთი ადამიანი როგორც ისე უნდა გაერთიანდეს ამ ყველაფერში. ხო და აქედან გამომდინარე, სხვა გამოსავალი აქ უბრალოდ არ არის. არავინ არ თხოვს ვინმე პარტიულ გაერთიანებას, ან არჩევნები არ ტარდება, რომ არჩევნები შეიქმნას. ვისაც არ აქვს ამის სურვილი, ხო? და ვინც ეძებს მიზეზებს ამ ყველაფერს თავი არიდოს, მე პირდაპირ მინდა გითხრათ. ვინც ერის ერთობის, ზოგადად ერის ერთობის მოწინააღმდეგეა, ის არის მოღალატე და აგენტი და ვინც ამ კონკრეტულ საკითხში ცდილობს ერის დაყოფას, პროტესტის დაყოფას და დაჯგუფებას და საკუთარი თავის წარმოჩენას, არა მე ეს შემიძლია, ეს არის ხელისუფლების აგენტურა. და არ არის გამორიცხული მომავალში. აი გეუბნებით რა, იმიტომ რომ ყოფილა ასეთი რამეები ჩვენ ისტორიაში. აქცია, რომელიც ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა, ხელისუფლება ახმარდა ხალხს, იყენებდა ამ ოპოზიციურ პარტიებს, შორს რო არ წავიდე, აი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, ყველა ჯგუფს იყენებდა იმისთვის, რომ ხალხი შემოეკრიბა და ასე მომხდარიყო, რომ მე თავისი გაეტანა და მე მობრუნებულიყო და ეთქვა, რომ თურმე ეს რა ქვია, ეთქვათ, რომ თურმე ეს რეზიდენტი არის და პირად ცხოვრებაშიც მოღალატეა და სამშობლოს მოღალატე არის და მანამდე თუ
სასწაული ემიგრანტის შვილი იყო და აი რომლის ძველ ქართულზეც ბიძინა ივანიშვილს ეტირებოდა და რომელსაც ყვავილებით ხვდებოდნენ ის რა ქვია ხვინდრავები და ესენი მე აღმოჩნდა რომ თურმე ეს იყო აგენტი მოღალატე და უკვე პატრიოტის შვილი კი არ იყო მისი მშობლები თურმე ფაშისტებთან თანამშრომლობდნენ და ასე შემდეგ ეს ყველას კარგად გვახსოვს მაგრამ როცა ჭირდებოდა ხელისუფლებას ქმნიდა ამ ფსევდო იმას რა ქვია ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ გავლილი გვაქვს ცხოვრებაში და ნანახი გვაქვს. ამიტომ ეს არის ყველაფერი გამორიცხული. ამას ახლა თუ ადამიანს ამის კლაპოა უნდა კაცო და მოტყუება უნდა თავის მოიტყუოს, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, ეს არის ჩვეულებრივი ხალხის დაბოლება. ერთადერთი გამოსავალი არის შეიკრიბოს ხალხი და არანაირი კომპრომისი. ქართულ მიწაზე არანაირი კომპრომისი არ შეიძლება გაკეთდეს. არა მარტო არაბებზე, ნებისმიერი რჯულის ადამიანებზე. თქვენ ახლა რო უყურებთ ამ ყველაფერს, ეს გაყიდული საქართველო რო არის გამოქვეყნებული ხალხო. იქ 137 მილიონი კვადრატი რაც იმ არაბებზეა გაყიდული, ისა სხვებზე რამდენია გაყიდული? თურქზე რამდენია გაყიდული? რუსზე რამდენია გაყიდული? უკრაინაზე რამდენია გაყიდული? რამდენიც გინდათ? ბალიათიშაურად დაყიდული ქართული მიწები. ეს და ხალხის მოსატყუებლად და თვალის ასაფარებლად კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ სასოფლო სამეურნეო მიწა არ იყიდებს. დიდმა კონსტიტუციონალისტმა კობახიძემ ჩაწერა, ისიც ძალით ჩავაწერიეთ, მაგრამ მერე შეუცვალა ესა რა ქვია სტატუსი სოფლის მეურნეობის მიწებს და სასოფლო სამეურნეო მიწები გახადა რაღაცა სხვა სტატუსის და მე მიყიდა უცხოელებს. მე იმ უცხოელება ისევ ამად გადმოაკეთეს და ასე შემდეგ რა. ხო, კაი დაანებეთ თავი კაცო, დაანებეთ ხო? დაანებეთ თავი წეროს, ზოგი დეგოლს მიძახის, ზოგი სტალინს მიძახის, ზოგი მიძახეთ. თქვენ ქართული საქმე გააკეთეთ და თუ გინდა ტყისღორი მიძახეთ, არა მაქვს პრობლემა. სტალინი კი უნდა ისე სიმართლე გითხრა ახლა სტალინი კი უნდა ქართულ პოლიტიკას დედას მოუთხრამდა მიაყენებდა კედელთან და აი ვისი დავალებითაც ახართ აქ შემოყრილი და ეგეთი სირობებს რო წერთ ზოგს ეგერ მაგადანში გიგრავდა თავს და ზოგს იმის იქით კიდე ბელილებეთში და ზოგს დაგხრიდავდა და ამოგაძრობდა სულს სტალინი კი გინდა სიმართლე გითხრათ ხო აი ამ სტრატეგიას მიმართავს ხელისუფლება პარალელურად რას მიმართავს არ ვიცი მე აქ არ ვსაუბრობ ბადრი მეკითხება თემური როგორ გავხადოთ ქვეყნის პირველი პირად არავის არ აქვს ამბიცია იყოს პირველი პირი არა გვაქვს ჩვენ მაგის ამბიცია ჩვენ ამბიცია გვაქვს იმისი რომ ერი შეიკრას და ერთობა მოხდეს და ეროვნული პრობლემები იქნას ქვეყანაში გადაჭრილი და ვისაც აქვს ამბიცია და ამიტომ არა ვართ პარტია ხო ამიტომ აქედან გამომდინარე ჩემო ძმაო ასე გეტყვი რომ მაგ ფიქრები და მაგ აზრები არ გვიტრიალებს თავში და რაღაცნაირად ნუახდენთ რაღაცნაირად რომ ვითომ ჩვენ ხელისუფლებისკენ მივილტვით არ მივილტვით ჩვენ ხელისუფლებისკენ ჩვენ მივილტვით ეროვნული ერთობისკენ და ეროვნული პრობლემების გადაწყვეტისკენ ამ ფორმით მოხდება თუ იმ ფორმით მოხდება პრობლემები უნდა იქნას გადაწყვეტილი ისე როგორც არის ქართველი ერის ინტერესებში ხო და რა შეჭirdება ამ ხალხს კაცო გადახედეთ აბა საქართველოს პრეზიდენტებს ვინ იყო ქართველი ერის დაუძინებელი მტერი შევარდნაძე ცხონებული ზვიადისმერი შევარდნაძე სააკაშვილი აქვია იმას მარგველაშვილი აგერ ისა მადამ პამპადური აგერ იგი რა ქვია ფეხბურთელი ამნაირი არავის გაუკეთებია ყველა ერთი ორზე უარესები არ ვიცი ზოგადად ხალხს თუ უნდა ხალხს რაც უნდა ხალხი იმას აღწევს და მაშინ შექმნას ხალხმა პარტია და შეუთავდეს ბატონ დემოს თუ უნდა პრემიერ-მინისტრობა ან პრეზიდენტობა და იყაროს კენჭი ჩვენ არა გვაქვს მაგის სურვილები და მაგის ამბიციები გაერთიანებაში აი ეგ არის დანარჩენს ვერ გაგცემ მაგ კითხვაზე პასუხს არ ვიცი არ მიფიქრია მაგ თემასთან დაკავშირებით იმიტომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამბები არის და კიდე ერთი რაღაცა ხელისუფლება ამ პერიოდში ყოველთვის შეეცდება ეს არის ხელისუფლების დახვეწილი დამპალი სტრატეგია რადგანაც მათ გააჩნიათ კანალიზაციები
ტელეკომპანია იმედის თამადობით და სხვა, რა ვიცი, ვითომ ოპოზიცია რო გგონიათ სხვათა შორის იმათ თამადობითაც, რომლებიც, რა ვიცი, ნებისმიერ ამას აშუქებენ და აგერ გუშინას კაცის შეკრება ვერ გააშუქეს ქართული მიწის დაცვასთან დაკავშირებით, იმიტომ არ გააშუქეს, მაგათ პოლიტიკას ეწინააღმდეგება ეს სახელისუფლებაც და ოპოზიციაც, იმიტომ ესენიც უსამშობლოები არიან. მაგათ ისეც არაფერს არ ნიშნავს იმ არაბების დასახლება იქ და იმ მიწის გაყიდვას. ამიტომ ხოცები, როდესაც ეუბნებიან, თქვათ, ნაცებს და აი ტევ პირველს და აი ამათ უსამშობლოებს რო ეძახიან ამ ხალხს, უსამშობლოებს. თვითონაც ისეთივე უსამშობლოები არიან. ამიტომ ეს არის სისტემა, ერთიანი სისტემა და ერთიანი ჯაჭვი, რომელიც ჯაჭვიც არის ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული. ხო და დღეს ახლა არის იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი იქნას ხალხამდე მიტანილი ინტერნეტით, ასე შემდეგ. თავარია ამ ყველაფერს ჭირდება სწორი ორგანიზება და ამას ჭირდება სწორი ნაბიჯების გადადგმა და არ ჭირდება ამას ღალატი და საკუთარი კუჭის და საკუთარი ეზოს დაყენება სამშობლოზე მეტი მაღლა. ხო. და ხელისუფლება ამას ეცდება, რომ ეს ასეთ მომენტებში, რომ მოსახლეობის განწყობები და ყურადღება იქნას სხვა რამეზე გადატანილი. აი მაგალითად აი ერთ ელემენტარულ რაღაცას გეტყვით. ბოდიშით მანდილოსლებთან ეს დღეებია მოხდა რაღაცა სასწაული სენსაცია. სასწაული სენსაცია არ შეიჯვალეკო. მოკიდა იარაღს ხელი, ბენზინს ხელი და მივარდა და სასამართლოს წვავდა და ამ დროს დააკავეს მოჟეჟეს კაიგემრიელათაც, ხო და გაამწესეს ციხეში და ციხიდან შემოთვალა იმას ვდარდოფო, კიდეო იმას ვდარდოფო, რომ გასაკეთებელიო ბოლომდე ვერ გავაკეთეო. სხვათა შორის ერთი ჩემი მეგობარი მახსენდება, ერთ-ერთ აქციაზე გია ბარამიძეს გამოჩნდა და ცხონებული სურაულის თემასთან დაკავშირებით და გაიწია ეს დასარტყამად და პოლიციამ დამან დაიჭირა, რა თქმა უნდა, ბარამიძე გაძვრა იქედან გველივით როგორც მოვიდა, ისე ლანძღვაგინების და იმის მერე და ეს საცემად გაიწია და რომ წაგვიყვანეს იმაში სასამართლოში, მოსამართლესაც არ უნდა და არც დაჯარიმება არც ის და აღიარებო, რომ სამოქალაქო ისე საზოგადოებრივი წესრიგსო არ ღვევდიო, იგინებოდიო, იწევდიო აქეთ იქეთო და ნანოფო. მე ერთ რაღაცას ნანოფო ქალბატონო მოსამართლეო და ახლა გაუკვირდა ყველას, რომ აჰა, იტყვის თქვა, პოლიციელებიც ეუბნებიან, რომ გაჩერდიო რა, შედალოცვილო, თქვიო და გადიო. მე ერთ რამეს ნანოფო ქალბატონო მოსამართლეო. მე იმას ნანოფო, რომ მეტი ვერ გავაკეთეო და ბარამიძე ვერ გავხეთქე იქ ცემაშიო, იმიტომ რომ ეგეთ ჩათლახიო და ეგეთ ნაძირალაო და ეგეთი ვირთხაო არ უნდა დადიოდეს ქუჩაშიო და აჰა, თუ არ ნანოფო, მაშინ გზიაკ დომია რაც დომიაო და მიარტყა, მერე ჯარიმა დანარჩენს კიდე კაი გადავრჩით. მაშინ ჯერ ბოლომდე არ ქონდათ ჩადებული ჯიბეში სასამართლო. ცვლილებების პერიოდი. და ეს გმირად გრძნობს თავს და იქედან თვლის, რომ თურმე ისა რა ქვიაო, მე მეტი რო ვერ გავაკეთეო ამას ნანოფო. ვინც იცნობს არ შეიჯვალეკოს, ყველამ კარგად იცის, რომ არ შეიჯვალეკო, არა იმდონი შტერი და დებილი. იარაღს მოკიდოს ხელი, ბენზინს მოკიდოს ხელი და რაღაცა ჯერ რა კანცელარია არის, ან რა არის, ის დაწვას იქ. სასამართლოს კანცელარიის დაწვავებით რა სასამართლოს გააჩერებ თუ სახანძრო ვერ მოვა თუ რა თუ აი ესეთი პერფორმანსი დადგას. დააკვირდით იარაღს და ბენზინს. აშკარა გაწირვაზე წავიდეს, ხო? ვინ კარგად იცი რომ ამაზე როცა ხვალ ადამიანი უეჭველი დაგიჭერა. ერთი წვეთი ბენზინი არ დაღვრია ამ ყველაფერში. ერთი წვეთი გადმოწვეთებული არა. იარაღი ერთი ტყვია არ გავარდნილა. აბა რისთვის მივიდა? აბა რატომ მივიდა? მეგეთქვით რატოს მივიდა? მეგეთქვით. ამის ეგრეთ წოდებული დაუძინებელი მტერი. არაკაცი ნაძირალა ვირთხა, როგორც ესაა ნაძირალა, ისეთი არაკაცი ნაძირალა ვირთხა მდინარაძე, რომელსაც ხელი დაარტყა. ის ახლა სუსის უფროსია. ამ ბინძური ადამიანის მიმართ არსებობდა უამრავი კომპრომატი, დაუდეს ცხვირწინ, დაუწერეს სცენარი და უთხრეს. გააკეთებ ამ ყველაფერს როგორც გააკეთებ. ასე ჭირდება საქმეს. ცოტა ხანი ჩაჯდები, მერე შეგიწყალეთ, მერე გამოგიშვებთ. ხალხი ამას არ დაიჯერებს, ასე ისე, ჰაი ჰუი. თუ
თუ არა და მაშინ ეს კომპრომატები აღიარება შენი პოლიტიკური კარიერა და პირადი ცხოვრება განადგურებული არისო და ადგა არჩეიჯვალეკო და წავიდა პროვოკაციაზე, მოაწყვე ეს პროვოკაცია, ახლა ზის ეგერ და ყველაზე მეტი სასაცილოს დააკვირდით, აი სისტემა რო ერთი და იგივეა. ყველა გაიმიჯნა არჩეიჯვალეკოს მისი მებრძოლები, თანამებრძოლები. როგორ მოხდა ეგეთი რამე? როგორ მოხდა ეგეთი რამე ქვეყანაში, რომ აღიარების ჯერად ოპოზიციას ეგრევე ჯერა, რომელიც თვლის, რომ პროკურატურა, სასამართლო გამოძიება არის უსამართლო ქვეყანაში, ეგრევე ჯერა აღიარების. როდესაც უამრავი აღიარება გვახსოვს ჩვენ, აგერ რა თუნდაც ოქროაშვილის აღიარება რო ავიღოთ, დაჭერილ ადამიანს, ციხეში ჩაგდებულ ადამიანს იმას აალაპარაკებენ, რაც უნდა და როგორც უნდა, მაგრამ არჩეიჯვალეკოს მიმართებაში ამნაირ რაღაცები არ მუშაობს. პირიქით ყველა გაემიჯნა. აი ახლა ამ ცოტა ხანი ამ კონცერტმა იკონცერტა დაიკავა. ახლა კიდე რაღაცა ეს სცენარს დადგამენ, კიდე ესე სცენარს დადგამენ და მაქსიმალურად ამას რატო უყვები? მაქსიმალური იზოლირება მოხდება არაბების თემის, საზოგადოების გონება და ტვინი იქნება სხვა რამეთი დაკავებული, იმის მაგივრად რომ დღეს ხალხი ლაპარაკობდეს იმაზე ლაპარაკობდეს, რომ თურმე ვეღუპება სამშობლო, ყველა ლაპარაკობს, აგერ არჩეიჯვალეკო თითო რა გააკეთავ. ჭირდება ესეთი რაღაცეები. მე გუშინად ჩემ ლაივში გითხარით, გაჩვენეთ ანონიმურად მოწერილი, უამრავი წერილი იყო მოწერილი. ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ მე ერთმა მომწერა უფრო დამაჯერებელი, კიდე ერთხელ გამოვაქვეყნებ, ვისაც აინტერესებს, მე ამასო ვერ გავაკეთებო. არ ვიცი ახლა ეს მართალია, ტყუილია, დროში გამოჩნდება ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი ამბავი არისო, მომხდარიო, არ ვიცი შეიძლება ფეიკია, მაგრამ არ ვიცი რომ შეიძლება და მართალიცა, იმიტომ რომ მე საქართველოში არაფერი არ მიკვირს. არ მიკვირს საქართველოში. არც იმ საპატრიარქოში არ მიკვირს არაფერი რაც ხდება. რა ვიცი, მე ციანიდის საქმეები და რამდენი რამეებია მოვარდნილი, ხო? აი რას მწერს ადამიანი? მეუბნება იმას, რომ პატრიარქიო გარდაიცვალაო და ჯერჯერობით ამასო არ ამხელენო და როდესაცო დაიწყება მიწასთან დაკავშირებითო პრობლემებიო და მიტინგებიო ესა რა ქვია მაშინო იტყვიანო რომ აი რა დიდი ტრაგედია მოხდაო პატრიარქი გარდაგვეცვალაო და გლოვის დღეები გამოცხადდებაო ამ გეგმით აქვს არ ვიცი მე ეს მართალია არ ვიცი მე ეს ტყუილია მაგრამ სიმართლე გითხრათ ასეც რო იყოს მე არ გამიკვირდება ამათგან არაფერი ნახე ჩემოვალე ნახე ყველაფერი ვნახე რა ვქნა ეხლა რა პასუხი გავცე ძალიან საყვარელი კაცია ძალიან მახსენებს იმ სასულიერო პირს შერეკილებიდან რომელიც ეუბნება ჩაუნის გლავარი ერთი იქოური ღვინო ძალიან საყვარელი ადამიანი არის ძალიან მიყვარს მისი საუბრის მოსმენა თეთრ წვერში და თეთრ თმაში ადამიანი არის და რა ვიცი მე სიყვარულით ვეუბნები რომ თან იმგვარი წარმომადგენელია რომელგვართანაც ძალიან ბევრი რაღაცა მაკავშირებს და არ ვაპირებ მე რომ შევიდე პოლემიკაში და არ ვაპირებ რომ შევიდე იმიტომ რომ არა ახლა მაგის დრო არა ახლა მაგის დრო არ მიმაჩნია რომ ახლა ჩვენ უნდა დავკავდეთ იმან ამას იგი უთხრა ამან იმას იგი უთხრა მე ეს გადაიზარდოს მე ის გადაიზარდოს ამით მხოლოდ და მხოლოდ სისტემა და მტერი გაიხარეს და ძალიან საყვარელი კაცია სიმართლე გითხრა ძალიან მიყვარს როგორც შესახედავად ისე საუბრით და ამას ვამბობ გულწრფელად ალალად დედული იმერეთში მყავს და იმერეთი კარგად ვიცი და განსაკუთრებით ის საიდანაც არის და რა ვიცი ახლა პოლიტიკასთან რამდენად ახლოსა არ ვიცი ახლა ხო და მე ამას ვამბობ ჭეშმარიტად მე ამას ვამბობ აი ამ სიმართლით მე გამიმარჯვოს რასაც ვამბობ რა და იმასაც ვიტყვი კიდე არ დამიმადლებია მე ვთქვი რომ უსამართლობას ვერ ვიტან და უსამართლობიდან გამომდინარე ხარ დაუჭერ მომავალშიც ყველას ვინც უსამართლობის მსხვერპლი იქნება ხო აჩეხე ვაგერ ახლა არ შეიჯვალეკოზე ვლაპარაკობდი ბოდიში სულ ფეხებზე მგიდია ალეგოლი ელისაშვილი საერთოდ არ მაინტერესებს უნაძირლესი ვირთხა ადამიანი
მაგრამ სისტემა ასე მუშაობს საქართველოში. ასე მუშაობს და ამას ალიკოს თუ უკეთებენ, ამას თქვენს გაგიკეთებენ, მეც გამიკეთებენ, ყველას გაუკეთებენ და ჩვეულებრივი მოვლენა იქნება ეგ ყველაფერი და არის ეს ჩვეულებრივი მოვლენა. ეს ხელწერა არის ჩვეულებრივი. ვერ ვიტან უსამართლობას და არა აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ მოიქცევი. ჩემო ლუჩია. ეხა ბიძოს მაო თავისი ჩათლახური და ნაზირლური გეგმები იმდენი აქვს დალაგებული ქართველებთან მიმართებაში და ისე ჩათლახურად და ისე ნაზირლურად მართავს ამ ქვეყანას ეს 13 წელიწადია და მალამდეც კიდე რა ჩათლახობაში მონაწილეობდა. უამრავი ტრიუკი აქვს და უამრავი ყოფილა ესეთი ტრიუკები, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი ისკდება და ერთს რომელსაც ამდენ ჯოჯოხეთს გამოატარებ და ასე გააწვალებ და ამ ტექნოლოგიებს ყველაფერს შეასწავლებ, ხო, აი ბიძინა ივანიშვილი იყო, აი როგორ გითხრათ, იცი ალბათ უკანასკნელი პროექტი ქართულ ცნობიერებაში, რადგან აქ ქართველ ადამიანს ამის განცდა და ამის ფიქრი, რომ და ამის მოლოდინი აქვს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება ისე წახდეს ერი, რომ ერში ერთი კეთილი ადამიანი არ დარჩეს, რომელიც უფლის ხელით და უფლის მადლით და კურთხევით ქართველ ერს საჭირო მომენტში არ გამოუჩნდება და არ დაეხმარება. აი ესეთი მითი იყო შექმნილი ბიძინა ივანიშვილისგან. იმიტომ რომ ძალიან კარგად მუშაობდა ქართველებში. და ეს უანგარო თურმე ესეთი კეთილი კაცი, ესე ჩუმად იჯდა და თურმე ესე ჩუმად ეხმარებოდა და ის რომ მოვიდოდა ქვეყანას როგორ აშენა ქვეყანა. და დაინგრა ქართველი ადამიანების თავში ეს მითი. დაინგრა. არ ვიცი ეს კარგია, არ ვიცი ეს ცუდია. ერთი იმის თქვა შემიძლია, რომ ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ჩვენ თვითონ ქართველი ერის ფენომენი არის შემდეგნაირი. ქართველი ერი არის იმ იშვიათ ერთაგანი, რომელსაც ერთი უწყვეტი სამეფო დინასტია ჰქონდა. მეორე ადგილზეა მსოფლიოში. ესეთი უწყვეტი დინასტია იმპერატორების პირველ ადგილზე არის იაპონია, მეორე ვართ ჩვენ და იაპონელებსაც ჯერათ, რომ მათი იმპერატორი ამ მაღალ განვითარებული იაპონიაში ჯერათ, რომ არის რაღაცა არამატერიალური ქმნილება და თვლიან, რომ ის არის ერის მამა და იქ ისიც არის გაწერილი, მაგრამ ის ყოველ დღე და ყოველ მეორე დღეს კი არ ჩანს. ის ერთი როდესაც გახდება იმპერატორი, მაშინ შეუძლია ნახონ და მეორე როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირს. ასე იყო მაგალითად ფუკუსიმას ტრაგედიის დროს, მაშინ მიმართა ერს. ხო, აი ეს ფენომენი დევს ქართველში, ჩვენ მეფობა ჩვენით არ გადაგვიგდია. ჩვენ გაგვიუქმეს მეფობა და სხვა მეფეს დაგაქვემდებარეს ქართველი ერი, რომელიც ვერ მიიღო ქართველმა ერმა და მეფის ნაცვალი გამოგვიგზავნეს. მაგრამ ახლა მეფის ადგილი დროთა განმავლობაში ისტორია მაჩვენა, რომ ჩაანაცვლა სხვადასხვა ლიდერებმა, მათ შორის ქართველმა კაცმა, იოსებ სტალინის ფენომენმა ჩაანაცვლა ზუსტად მეფის ფენომენი ქართველებში, სამართლიანობის განცდა და ბევრი რაღაც ახლა დღეს რაც არ უნდა იძახონ და რაც არ უნდა აგინონ, სტალინი იყო უდიდესი პიროვნება. უდიდესი სოფლიო პიროვნება იყო და უამრავი კარგი რამ აქვს გაკეთებული. და ამან კიდევ ერთხელ გაამყარა ქართველი ადამიანის გონებაში ის განცდა, რომ მართლაც არსებობს ქართველებში ისეთი, არა, იმას არ ვამბობ, რომ არ არსებობს. ჩვენ ძალიან სპეციფიკური ერი ვართ. მე ახლა ამდენი რჯულის ადამიანი მინახია და ისეთი სპეციფიკური ერი, როგორიც აი ქართველები, მე რომ სხვაზე მეტი ვარ, სხვაზე ნაკლები, მე არ შემხვედრია. არ არის ეს გამოწვეული იმით, რომ ჩემი ერი და ჩემი ქვეყანა მიყვარს. რაღაცნაირად ძალიან ემოციური, ხანდახან ძალიან მიამიტი, ხანდახან პირიქით ძალიან დაუნდობელი, ერთმანეთთან მებრძოლი, ხან ზეგმირი, ხან ზელაჩარი შეიძლება შეხვდეს. ნუ რაღაცა ეს საშუალო არ აქვს რა.
აი ეს სპეცსამსახურებმა ეს კარგად შექმნეს და ეს შევარდნაძე ლაპარაკობდა ყოველთვის ამ ლეგენდებით, ყოველთვის ამ იმით, რომ არსებობს ერთი კეთილი კაცი და ეს კეთილი კაცი იყო ივანიშვილი. არსებობდა მე ახლა რელიგიურ საკითხს რო აღარ შევეხოთ, არსებობდა რელიგიურში უფრო ძლიერდება ეს ყველაფერი, აი წინასწარმეტყველება, ხო, აი იბერიის გამწყინების შესახებ, ბოლოჟამის პატრიარქობის შესახებ, უამრავი რაღაცეები, ხო, ვრცელდებოდა. ახლა მე არ ვიცი სიმართლე გითხრა გამწყინება თუ არა იბერია ერთმა დიდხანს სასუსლოს ილია მეორე, მაგრამ რაღაცა ეგეთი რაღაცეები ეხლა დღევანდელ რეალობას რო აღიქვამ, არ გჯერა, მაგრამ იყო პერიოდი ხალხს ჯეროდა ამ ყველაფრის, ხო? ავიც მე ვერს გაბწყინებული იბერია ვნახე ჯერჯერობით და გადაშენების პირას მისული ერი კი ვნახე ნამდვილად და ნუ არსებობს იცი აი ყველა ერს გააჩნია რაღაცა მართვის რაღაცა ეს იმიტომ ეს ერი თუ არ დააბი ვეთანხმები მერაბს ორი რაღაცა არის ამ ერმა უნდა ნახოს თავისი რეალიზების საშუალება დღეს ქართველი ერი ვერ ნახულობს თავისი რეალიზების საშუალებას გარდა მარტივი გამოსავლისა წავიდეს უცხოეთში და სადღაც უცხოეთში უფრო გამოუვა რაღაცა ვიდრე საკუთარ სამშობლოში და დააკვირდით ყველა დროში ყველა დროებაში ქართველები სხვის საწყობილ სისტემაში არ აქვს მნიშვნელობა ეს შეერთებული შტატები იქნებოდა ევროპა იქნებოდა რუსეთი იქნებოდა აფრიკაში რო ჩაგებდა აი იაკუტიაში რო იყო და ჩუქჩებში რო იყო ის მეგრელი კაცი რო იყო მეგრულით რო ასწავლა ინგლისური ხო ეროვნული რაღაცების მოფიქრება შეუძლია ყველგან ხდება ქართველის ფენომენის გაბრწყინება იგივე იმ ისლამურ სამყაროში რამდენი რამე კიდე არ ვიცით რამდენი ქართველი იყო ანუ სადღაც უნდა მიმართო ამ ერის ენერგია მაგრამ ეს ერი თუ დადგა ერთად და თავისი ენერგიის განშტოება მოინდომა, აი მერე უკვე საშიშია. აი მერე უკვე საშიში არის და ამბობენ რომ მონტეს სიტყვებია, სხვების კიდე რომ არ შეიძლება ქართველების გარეშე სამყარო საცუდაობა იქნება, მაგრამ გამრავლებული ქართველები და საშიშია გასამრავლებლად და საცუდაობაა გადასაშენებლად. რომ ახლა მე სიმართლე გითხრათ რო წარმოვიდგინო საქართველოს 140 მილიონიანი ბირთვული შეიარაღებით რა ვიცი უზარმაზარი რესურსებით და ასე შემდეგ მე არ ამგონია რომ ასეთმა საქართველოს გვერდით მყოფი პატარა რუსეთი დაინდოს რომელიც ყოველ წუთში ლანძღვას დაგინებას ანუ ადგილები რო გავცვალოთ რუსეთთან მიმართებაში ქვაზე არ დავტოვებდით და თურქეთის საერთოდ სახსენებელს არ დავტოვებდით, ხო? ანუ აი ეს არის ქართველი ენის ფენომენი და ამიტომ ამ ფენომენს უნდა რაღაც ფორმით მართვა. მას უფრო ეთნოფსიქოლოგები, ეთნოცნობიერება და ეს ყველა კონფლიქტები საერთოდ და მართვა ყოველთვის ხდება როგორც 80-იანი წლების ბოლოს 90-იანების დასაწყისში. ეთნიკური ჯგუფებით მოხდა კონფლიქტების გაღვივება და ერთი მეორეზე გადაკიდება ძალიან კარგად იცოდნენ იმათმა საბჭოთა კავშირის კგბ-მ და რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებთან მომუშავე ეთნოგრაფებმა როგორ უნდა მოეხდინათ ინსპირაცია კავკასიაში კონფლიქტების და სხვა შორის ძალიან კარგად იციან როგორ უნდა გააყუჩონ ეს ყველაფერიც მაგრამ ახლა ეს დროება ასე ჭირდება ნუ მამა გაბრიელის ასე რომ ვთქვათ და გიორგი ბასილაძის სიტყვები მახსოვს რომ რა თქმა უნდა საქართველოს გაბრწყინდება მაგრამ ეს არ მოხდება ეს გაბრწყინება არ იქნება ისეთი გაბრწყინება, როგორც ბევრს წარმოუდგენია დოლარებით და ევროებით. არ ვიცი, ბევრი ლეგენდა არის, ბევრი ის არის ნაღდად, იმის ნაღდად ჯერა, რომ დოლარებით და ევროებით საქართველოს ნაღდად ვერ გაბრწყინდება. ნაღდად ვერ გაბრწყინდება. ამ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართველობას, რომიც ახლა მეტი შესაძლებლობა აქ არ ვიცი, ალბათ დაქირავებულ მკვლელებს
დაიქირავებდნენ და ტანკს და ბომბს და რაც არ ესროდნენ ერთი მეორეს ამოსაწყვეტად, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით ისე რომ მტერს ვებრძოდეთ. დიდი ხნის წინ ვიქნებოდით თავისუფლები და იგივეს ვეტყვი, ქართული მიწა ვისთვისაც ძვირფასი არის, რომ გაიხსენეთ ეს სიტყვები, გაიხსენეთ და დაფიქრდით, დაანებეთ ერთმანეთის ბრძოლას, თავი და ებრძოლეთ სისტემას. ჩემო ძმაო, ერთ რაღაცას ვიტყვი, მარტივ პასუხს გავცემ იმ ხალხს, ვინც არის დაბნეული და ვერ გაუგია ვინ არის ეროვნული და თუ მართლა არის ეგეთი ადამიანები, ვისაც ვერ გაუგია, ძალიან მარტივ ფორმულას, კოტეს ვეტყვი, ძალიან მარტივ ფორმულას. ეხლა არის დამდგარი ქართული მიწის მადლის საკითხი. ქართული მიწის მადლი ყველას ჩამოხსნის ნიღავს. ადამიანებს, რომლებსაც ეროვნული და არაეროვნული ვინა, ადამიანებს, რომელსაც ქართული მიწის დაცვისთვის ერთობა არ შეუძლია და ქართული მიწის დაცვა არ უნდა, ის არანაირი ეროვნული არა, ისა მოღალატე. არაფერი მეტი რთული ამას არ ჭირდება. თუ ადამიანს არ უნდა ერთობა ქართული მიწის დაცვისთვის, დანარჩენ ნორმალურ საქართველოსთან, ვინც თulis რომ ქართული მიწა არ უნდა იყიდებოდეს და ბრძოლა, ისინი არ არიან ეროვნული. ისინი არიან მოღალატეები. მარტო არ უნდა ამას ვრცელი თეორიები. რა თქმა უნდა, ვერავ განათლება ჭირდება. ხო, ამიტომ ვამბობ ეხლა მე ძალიან მარტივად, თუ ხალხს მართლა ვერ გაუგია რა არის, ვინ არის ეროვნული და ვინ არ არის ეროვნული, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვისაც არ შეუძლია ქართული მიწის დაცვისთვის ერთობა, ყველა არის მოღალატე. ამთავრდა ეხლა რა თქმა უნდა ამას ბევრი ფილოსოფია. არ ვიცი, ეზარება საერთოდ ეგრე გვახასიათებს, ხო, ჩვენ ეზარება დღეს ეზარებათ აქციებზე, ხვალ ეზარებათ, მაგრამ რაღაც მომენტ ისეთი დადგება და ისე იფეთქებს ეს ყველაზე მეტად რისი ეშინიათ საერთოდ და ეს ფენომენი ვერ გამოუხსნიათ და ვერ ამოუხსნიათ. საერთოდ შეიძლება კარგადაც ამოხსნილი აქვს. ქართული ფენომენის ამოხსნა ძალიან ძნელი არის. შიში ყოველ შემთხვევაში საქართველოს ამ პრობლემებს ყოველთვის ჰქონდა ერთის. არ იყოს ქართველების ერთობა, იმიტომ რომ ერთობა თუ ექნათ ქართველებმა როგორ თქვა, ძალიან დიდი აფეთქება იცის. რაც ქართული ბიგ ბენი რო დავარქვათ ამას, დიდი აფეთქება და ამას ისტორია აჩვენებს. აიხარე ძმო. აიხარე შემოგევლე ძმო, შემოგევლე. ნუ ამას აჩვენებს ისტორია იგივე ბახტრიონთან მიმართებაში. ძალიან ბევრ მომენტებში. და ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენ ეს იცი რა, მაგალითად ებრაელებს ერთობა აქვთ სისხლში გამჯდარი და ეს ჩამოყალიბებულია იდეოლოგიიდან. და ერს გააჩნია ერთობლივი აზროვნება. იქ რო იტყვება ამას თulis ებრაელები რო ეს არის ცუდი, იქ ყველა თulis ყოველგვარი აპელაციის გარეშე რო ის ისე არის. აი სიონიზმის ფუძემდებლები ვინც ამას გააკეთებენ. ესე იგი ის ისია იმ ჭკვიანმა ებრაელებმა იფიქრეს, გადაწყვიტეს ეს არის ჩვენთვის კარგი, ეს არის ჩვენთვის ცუდი, მორჩა იქ ისინი ემოციებით ვერაფერს ვერ შეცვლი. აი ქართველების ერთობა როგორ ხდება? ქართველების ერთობა ხდება ძირითადად ემოციურ ფონზე. აი აფეთქების მომენტი აქვს. ნუ ეს შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს, მაგრამ ამ აფეთქებას შეუძლია გადააბრუნოს ყველაფერი. აი ზუსტად აი ამ აფეთქების ეშინიათ. ნუ გამოსავალი იმაში არის, ჩემო გიორგი, რომ ყველა ჯერ ვცდილობდეთ პირდაპირ აქ ბევრზე არაა ლაპარაკი. ქართული მიწის გამყიდველი არის მოღალატე. ამას მე მგონი ამას არ ჭირდება ახსნა განმარტება. ვინც ქართულ მიწას ყიდის უცხოელზე, ყველა არის მოღალატე. ვისაც არ უნდა ქართული მიწის დაცვისთვის ერთობა და ბრძოლა, ყველა მოღალატეა, ისინიც ავტომატურად. არაფერი არ ჭირდება ამას. ეს უნდა შევიგნოთ
ეს უნდა ჩავიდოთ თავში და უნდა ვიცოდეთ, რომ ერთმანეთის ჭამის დრო არ არის და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და მოვიმზადოთ. ეს ბრძოლა ჩვენ დაგვიდგებოდა ადრე თუ გვიან. ეს დაგვიდგებოდა, ჩვენ აუცილებლად დაგვიდგებოდა. იმიტომ რომ აქ უკვე მეტი გამოსავალი არ არის. აქ მეტი გამოსავალი არ არის. აქ არის უკვე როგორც დიდგორზე ჩახერგილი უკან გასასვლელი, აი ისე აქ ქართულ ჩახერგილი. თუ არა გეტყვით ალტერნატივას, მაშინ თუ ეს არ მოხდება, იქნება ტრანსნაციონალური საქართველოს ქართველები უმცირესობაში და ახარებული მტერი. ეს მიდიოდა ყველაფერი აქეთკენ და ეხლა გამოცხადებული გვაქვს ჩვენ საბოლოოდ ის რომ всё მორჩა დამთავრდა. აქ ჩამოვა სხვა ხალხი იცხოვრებენ დიდრებად ქართველები იქნებით გაჭირვებაში შიმშილში მოსამსახურის სერვისის ერად. მიწაც არ იქნება თქვენ. გაიხარე იურ. გაიხარე შემოგევლე. ხოლო აი ეს ამის იქეთ არ უნდა გავიდეს აზროვნება. ამის იქეთ არ უნდა გავიდეს აზროვნება. რაღაცნაირად ხალხს დაკარგული აქვს, მე მესმის რატოც არის. ხალხს დაკარგული აქვს მიწის სიყვარული. და ქართული მიწის აი რაღაცა დაცვის სურვილი ბევრს დაკარგული აქვს. ეს გამოწვეულია იქიდან რომ კოსმოპოლიტური აზროვნებით გაზრდილი ახალგაზრდობა არის და დედამიწის მოქალაქეებად და ეს სამშობლო ემოციური განმარტება და ეს საწამლავ ეს ლიბერალური შხამი რაც შემოვიდა. ამ თავი პრობლემა აქ რაში არის? აი მე გეტყვით ახლა თქვენ მაგალითად ერთ ესეთ მომენტს ადრეც მithქვია ჩემ ლაივებში. როდესაც ისრაელის სახელმწიფოებრიობა იქმნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ეხმარებოდა დიდი ბრიტანეთის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, უამრავი ქვეყანა, ტექნიკით და ამ ყველაფრით ვერ მოხდა დასაწყის ეტაპზე, ასე რომ ვთქვათ, საწყის ეტაპზე, ასე რომ ვთქვათ, თვითონ იქ შეკრებილი ებრაელების, ასე რომ ვთქვათ, მოქცევა ისრაელის პატრიოტებად. და თაობებით იყვნენ ისინი ნაცხოვრები სხვა ქვეყნებში, ზოგი ინგლისიდან ჩასული, ზოგი რუსეთიდან, ზოგი საიდან, ზოგი ამერიკიდან და ასე შემდეგ, ვერ მოხდა ამ ყველაფრის აწყობა. სხვა შორის ქართველმა ებრაელმა დააკვირდით ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც როგორ გაეძლიერებიათ პატრიოტიზმი ებრაელებში და მიწის დაცვის სურვილი და მიწის სიყვარული, გამოიყენა განწყობის თეორია. დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია. სადაც დიმიტრი უზნაძე განმარტავს პატრიოტიზმის ჩამოყალიბების პრინციპებს. როგორ ხდება პატრიოტიზმის ჩამოყალიბება ადამიანში. და აქცენტირებს შემდეგ რამეზე. ანუ ადამიანის სამშობლო მიყვარს, რა თქმა უნდა, კაცო, ახლა ზოგი შეიძლება კორპუსში დაბადებული იყოს და ძალიან უყვარდეს სამშობლო, არ ვამბობ ეს ინდივიდუალური გრძნობაა, მაგრამ ბუნებრივად როგორ ხდება პატრიოტიზმის ფორმირება ადამიანებში. თუ თქვენ გინდათ გაზარდოთ პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ბუნებრივად იცის მიწის, წყლის, გარემოს ფასი, მაშინ თქვენ უნდა წაახალისოთ და ხელი უნდა შეუწყოთ ადამიანების სოფელში ცხოვრებას. რატო? მარტივია. სოფელში დაბადებულმა ადამიანმა, რომელსაც სათიბი აქვს, ყანა აქვს, ტყე აქვს, შეშაშჭრის, წყალს ასმევს საქონელს, ნადირობს ტყეში, იცის, რომ ეს არის მისი ტერიტორია. ეს არის მისი საარსებრო გარემო, ის არსებობს ამ რესურსით, მიწის, წყლის რესურსით და ის თulis, რომ ეს არის მისი. ბავშვობიდანვე უყალიბდება ის, რომ ამ მიწაზე შრომობს, ამ მიწაზე ნადირობს, ამ მიწით და ამ წყლით არსებობს და ეს არის მისი საარსებო გარემო და თუ ვინმე მოვა და დაემუქრება, რომ მას ეს უნდა წაართვას, ის დაიცავს ამ ტერიტორიას. აი ძალიან მარტივად გიხსნით რა, აი ეს მარტივესი ფორმით ახსნას, ახლა იქ შეიძლება სხვანაირად წერია, მაგრამ აზრი ესეთია. ამიტომ თქვენ თუ გინდათ გაზარდოთ პატრიოტები ქვეყანაში, გარდა საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო ესე რომ ვთქვათ, პატრიოტული აღზრდისა მაქსიმალურად უნდა იქნას სოფელი გაძლიერებული, რომ ადამიანმა მასამ იცოდეს მიწის და წყლის ფასი. მიწის, წყლის, ტყის ფასი. ამ თეორიის საფუძველზე შეიქმნა, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ. ებრაული დასახლებები, კიბუცები. კიბუცების ფორმირება, როგორ მოხდა კიბუცების ფორმირება და კიბუცების ჩამოყალიბება ასეთ შემთხვევაში გაიგებთ თუ დღეს როდესაც სადღაც გავარდება ბევრი ამბობს აი ებრაელები როგორი პატრიოტები არიან ქვეყნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როგორ იბრძვიან ყველაფერს ტოვებენ თავიანთ სამშობლოში გარბიან ამ ყველაფერმა ითამაშა უდიდესი როლი არა და ისტორია სულ სხვა რაღაცას გვასწავლის ებრაელები არასდროს ყოფილან თავის ტერიტორიის პატრიოტები მათ მიატოვეს ეს ტერიტორია და გაიფანტნენ. მაგრამ ახლა ხელახლა შეიკრიბნენ. და ახლა ხელახლა შეკრებილი სახელმწიფოს ჭირდება თავის ტერიტორიაზე დაბადებული და გაზრდილი ისრაელის პატრიოტები. აი ამ სისტემამ იმუშავა. და თუ თქვენ გინდათ პირიქით განახორციელოთ ერის დეპატრიოტიზაცია, მაშინ უნდა განახორციელოთ რა? მაშინ უნდა განახორციელოთ სოფლების განადგურება. პირიქით, ანუ უკუღმა უნდა მოიქცე. იმიტომ რომ ქალაქის კორპუსში გაზრდილმა ახალგაზრდამ იცის რომ უნდა წავიდეს და საჭმელი უნდა იყიდოს მარკეტში. სამსახური თოხით და ბარით მიწაზე კი არ უნდა იმუშაოს, რაღაცა უნდა ისწავლოს და დაჯდეს და ოფისში უნდა იჯდეს. გადასაადგილებლად თქვა ცხელი და რამე კი არ ჭირდება, ჭირდება მანქანა და ბენზინი. ამიტომ სულ სხვა საარსებო გარემო. მე არ ვამბობ, რომ ქალაქში დაბადებული და გაზრდილები არ არიან პატრიოტები, მაგრამ პირიქით რას ამბობ, კაცო, უამრავი პატრიოტი მინახია, იგივე თბილისელი, იგივე ქუთაისში და იგივე სხვაგან კაცო. მე ვამბობ სისტემას, რომელსაც თეორიაში განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს. ნუ აი ჩვენთან რა გააკეთეს პირველი რომ დაარტყეს პირველ რიგში ქართულ სოფელს, არც ერთ მთავრობას. ვინ განაცხადა სოფო ეს ყველაფერი? საპატრიარქოს წარმომადგენლებმა არაზბიზაციის საქმეს ვერ ხედავთ და რატო დაგიდგებოდით გვერდში? ოფიციალური განცხადება არის თუ ვინმე თავისი თუ შეიძლება განმარტებით დამიწერე. ხო, ამათმა რა გააკეთეს? ახლა აიღეთ თქვენ გმირების აიღეთ თქვენ ქვეყანაში გმირების და გენიოსების რაოდენობა. აღმოჩნდება. ჩამიგდე მე თუ შეიძლება ვნახო. აიღეთ თქვენ გმირების და გენიოსების რაოდენობა. აბსოლუტური უმრავლესობა. ვინც ამ ქვეყნის გმირი და გენიოსი იყო, ყველა სოფელში იყო გაზრდილი. აბსოლუტური უმრავლესობა. იაკობი რომელია? იგი ხედრიონსკი? ახლა იგი კაცო ახლა აბარა სიტყვაზე. ძველი ბიჭი როა? აი დაულები ვარ. ვერ ხედავს, იაკობა ვერ ხედავს. იაკობა იმასაც ვერ ხედავდა, რა ქვია, ხედრიონში რო იყო და ტყვიას ესროდა ეროვნულ ხელისუფლებას. ხო და თქვენ თვითონვე შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ყველაფერი, რომ გმირებიც და გენიოსებიც ძირთადად სოფლიდან იზრდებოდნენ და სოფლიდან მოდიოდნენ და სოფელს გააჩნდა განსაკუთრებული დატვირთვა. აი მაგალითად ხო და ჩემ სოფელში სანამ ავალ, მანამდე არის ლენტეხის რაიონში სოფელი სასაში. ვიცი ახლა გმირებიც და გენიოსების ხეობას არაკლია, საერთაშორისო ხონებული ალეკონიანი გვერდით სოფლელი ბიჭი იყო, მაგრამ აუშალოთ ამ სოფლიდან იმდენი პროფესორი და აკადემიკოსია გამოსული, ხო? ნუ ახლა დოცენტებს აღარ ითვლიან. და არა მარტო მაგ სოფლიდან, მაგრამ იქ ძალიან ჭარბათაა ეს. ჩვენთან პირველი ეს გააკეთეს.
ნუ ახლა იაკობი ხო დანაჭკვით იყავით ვარ დეიმუქ რა მე დანაჭკვით იყავით ახლა მაგას აბა რაო ძმაო ვერ ხედავთ საფრთხესო მე ახლა რა უთხრათ ახლა ჩვენ ასეთ იმას რა ქვია სასულიერო პირს რომელსაც პატრიარქის სიტყვა ფეხებზე კიდია თქვენ ხო გიყვართ პატრიარქი და თქვენ რასაც ამბობთ ეს კატეგორია ხალხს ხო აი პატრიარქის სიტყვა ბევრისთვის კანონია და აი ახლა პატრიარქი ამბობს რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს და არავის აქვს მიწის გაყიდვის სურვილი გამოდის იაკობი და იძახის რომ ვერ ხედავს ამ საფრთხეს ახლა რა ვქნათ ეს როგორ გავიგოთ მიხვდით ახლა ზოგიერთი გუშინ რატო იყო ხალხი იქ მისული თუ ვერ ხვდებოდით მე იმ კატეგორიას გეუბნებით აი თუ ვერ ხვდებოდით ხვდებით ახლა რატო იყო ხალხი მისული იმიტომ რომ მესტის და იმის სასულიერო პირები თქვათ თუ თვლიან ამ ყველაფერს სხვები არ თვლიან რა ვქნათ ახლა რა უყოთ ამას ამიტომ არსებობს სინოდი ამიტომ სინოდმა უნდა გააკეთოს განცხადება თუ არის სინოდი იაკობასავით იმის მომხრე რომ თურმე პრობლემას ვერ ხედავს ქვეყანაში ჩვენ სხვანაირად ხედავთ ამ ყველაფერს ნუ არა მერაბი და ქალბატონნაირა საქმე რაშია იცით გასაგებია რომ არ გვაინტერესებს ჩვენ იაკობას აზრი მაგრამ ამ ხალხმა რო ატეხეს ერთი წივილკივილი და 1000-ის რო ჩირკი მოგცხეს და ხან ქოცებად გამოგვაცხადეს ზოგიერთმა და ხან რა ვიცი რწმენის მტრად და იმათ გუშინდელი შეკრების გამო ელემენტარულ კითხვას აგერ რა პასუხია გაცემული აი იაკობა ვიღაცა არა რიგითი მღვდელი იმხელა უზარმაზარი თანამდებობა იერარქიაში ხო და გამოდის ესე იგი და თქვენ თუ თვლით რომ ესაა სამშობლოს ღალატი სხვა თulis რომ არაა ეს სამშობლოს ღალატი და პატრიარქი თulis რომ სამშობლოს ღალატია ვინც და უფლება არა აქვს ამ ყველაფერს რა ვქნათ ახლა ამისთვის არსებობს ქვეყანაში სინოდი საბძდიოთ ახლა ჩვენ ქვეყანაში 2000 სასულიერო პირი არის 1000 ბერი არის როგორც ვიცი და 500-მდე მონაზონია არ ვიცი გურამ მე არ ვიცნობ მაგ ადამიანებს არ მქონია არც მაგ ყოფნის დროს მქონია შეხება და არც იმის გარეთ და შემხვდა ისე მაგათი ვიდეოები უაზრო ადამიანები არ არიან გაცრავად უაზრო ადამიანები არ არიან ახალგაზრდა მოაზროვნე ბიჭები არიან და წინააღმდეგი არიან ამ არაბიზაციის და ინფორმაცია მე არ ამოქვს ვინ არიან და რა არიან სიმართლე გითხრა იმიტომ რომ ახლა გამოჩნდნენ რა ბოლო პერიოდი არის გამოჩნდნენ და ნახოთ როგორ იმოქმედებენ რა ვიცი ახლა რასაც მოქმედებენ რომ არაბიზაციის წინააღმდეგ არიან და მიწის გაყიდვის წინააღმდეგ არიან ესე იგი პატრიოტი ხალხი არიან და ჩვენ თანამებრძოლებად შეგვიძლიათ ჩავთვალოთ ახლა მიუხედავად იმისა რომ რა პოლიტიკური შეხედულებები გააჩნია არ ვიცნობ მე მაგ ხალხს არ მქონია შეხედა თუმცა მოვიძებ ინფორმაციას და დავაკვირდეთ მოვალში მაგრამ თვითონ ის ნიშანი რომ მიწის წინააღმდეგები გაყიდვის წინააღმდეგები არიან ეს დადებითად უნდა მოქმედდეს აქ უკვე მეძე აღარაა საუბარი ახოთ ჩვენ ამ ბრძოლაში თუ ერი და ქვეყანა გვაინტერესებს ჩვენ არ უნდა ვზდიოთ ვინმეს პოლიტიკურ შეხედულებებს თავარი არის თუ არ არიან იმ დანაშაულებრივი გაერთიანებების წევრი რომლებიც ჩემი აზრით გენოციდს აწყობენ ქვეყანაში აი ხარიბეს ნუ არ ყვები პოლემიკაში უბრალოდ არავის არ ყვები პოლემიკაში უბრალოდ ეს კიდევ ერთხელ იმ ხალხისთვის ვისაც კიდე კითხვები ქონდა თუ რატო აი ამიტომ ამისთვის არსებობს ქვეყანაში სინოდი უნდა შეიკრიბოს სინოდი და სინოდმა უნდა დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია არის ის ქართველი ერის გვერდით თუ არ არის ის ქართველი ერის გვერდით მორჩა დამთავრდა
მეტი არაფერი არ გვაინტერესებს ჩვენ და არ გვინდა ეს რა ქვია. კითხვა იმენის. მე მიმაჩნია ყველა ის ვინც თulis რომ ქართული მიწის გაყიდვა და ქართულ მიწაზე 70,000 არაბის დასახლება პრობლემას არ წარმოადგენს, ყველა მიმაჩნია მოღალატედ. არა, ლინკი ჩამიგდე სოფო, არაა პრობლემა. კარგი, შემოკარგებო, რა ვიცი, თუ რამე კითხვები გაქვთ, დამისვით კითხვა და დაგემშვიდობებით, რომ აღარ შეგაწყინოთ თავ. ლინკი ჩამიგდე და ვნახავ. არა. იაკობადან მე სხვას არაფერს არ ველოდებოდი, სიმართლე გითხრა, ისევე როგორც ჯაღმაიძიდან არაფერს არ ველოდებოდი, მაგრამ ის კარგია, რომ ყველა თავის თავს აჩვენებს. Facebook-ი არის ესეთი ისა, მე შემხვდა ვიდეო და ვიცი, ვისაც მეუბნებიან, გოგი თუ არა ისე, არ ვიცი. კარგი, შემოკარგებო, დაგემშვიდობებით, მაშინ მშვიდობა მოგცეთ. ღმერთმა შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ძალიან მარტივი რენტგენი აქვს დალოცულ ქართულ მიწას. ვინც თulis რომ ის იყიდება, ყველა არის მოღალატე, ვისაც ამ მიწისთვის ბრძოლა არ უნდა, ერთობით, ისიც ჩვეულებრივი მოღალატეა. მორჩა დამთავრდა ხა. მეტის გაუმარჯოთ ღმერთმა გაუმარჯოთ ამ წმინდა საქმეში ჩვენ თანამებრძოლები ყოფილა. მე არ ვიცნობ იმ ხალხს ვინ არიან, თუ არ არიან ისინი რა თქმა უნდა. რა ვიცი მე. პარტიულები, ნაცმოძრაობის და ქოცმოძრაობის და ლილოელი მევახშეების, მაშინ ჩვენ თანამებრძოლები ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ახლა პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება სხვადასხვა გქონდეს, მაგრამ სამშობლო მიწა მაგათთვის ძვირფასი ყოფილა და გაუმარჯოთ ღმერთმა. გაიხარე ჩემო ძმაო, გაიხარე. დიდი მადლობა ყველას.